დღეს ვიდეოში ნახავთ ჭუბი ქართულ და სომეხ გულშემატკივრებს შორის გერმანიის დამცინავი გოლი კუთხურიდან იტალიის გარშე. ტრენტ ალექსანდრ არნოლდი რეალ მადრიდში გადაბარგდება. სუპერ დაპირისპირება არგენტინასა და ბრაზილიას შორის. ტიაგო მოტა იუვენტუსმა დაითხოვა. სანამ ვიდეოს დავიწყებ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ვიდეოს ბოლოს გელოდებათ კითხვა, სადაც სწორი კომენტარის ავტორები მოხვდებიან ჩემს მომდევნო ვიდეოში. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი თამაშის ჯამში სომხეთის ნაკრები 9-1 გაანადგურა. გუნდმა მთავარი ამოცანები შეასრულა. შეინარჩუნა ადგილი ერთა ლიგის B დივიზიონში და შეცვალა ტაქტიკური სქემა. სანიოლი წარმატებულად გადავიდა 4-2-3-1 ფორმაციაზე, რომელიც სავარაუდოდ 2025 წელს ძირითადი სათამაშო სქემა იქნება. ამ თამაშებში საქართველო ორგანიზებულ გუნდად გამოიყურებოდა. მოწინააღმდეგეს კარგად აპრესინგებდა, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიოდა, ხოლო მოთამაშეები თავისუფალ ზონებს ჭკვიანურად ითვისებდნენ. ტაქტიკური განახლების შემდეგ გუნდს მეტი ოფცია გაუჩნდა. დავითაშვილს შეუძლია შეტევის მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს, კიტეიშვილი სიღრმეში ჩავიდეს, ხოლო მექვაბიშვილი საყრდენ ზონაში ქოჩორაშვილთან ერთად გამოჩნდეს. დაცვაში კარგად გამოიყურებოდა გოგლიჩიძეც, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 3 ცენტრალური მცველიდან 2-ზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა. ნაკრებში დაბრუნდა აზაროვი, საქართველოს საუკეთესო მარცხენა მცველი. ანგარიშის მიუხედავად, ჩვენს ნაკრებს შეტევაზე უარი მთელი შეხვედრის განმავლობაში არ უთქვამს. წინ საფრთხე ყველა მოთამაშისგან მოდიოდა, ხოლო მომენტების რეალიზაცია ტოპ დონეზე იყო. ბოლო პერიოდში ამ ხრივ ჩვენებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუმართლა, რომ მას მიქაუთაძე ხავს, ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. სომხეთთან დაპირისპირება სამწუხარო ინციდენტიც ახდა. მატჩის დასრულებისთანავე ასობით ფანი მოედანზე გადავიდა, ხოლო მათმა ნაწილმა სტუმარი კომაგების სექტორისკენ გარკვეული ნივთების სროლა დაიწყო. ფეხბურთის ქართულ გულშემატკივრებს შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია აქვს, რომელიც მან 2024 წლის ნოემბერში მიიღო და 2 წლიანია. ასე რომ არის საფრთხე ეს პირობითი დისკვალიფიკაცია რეალურად გადაიქცეს და საქართველოს თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწიოს. უახლოეს საშინაო მატჩი კი 4 სექტემბერს მუნდიალის საკვალიფიკაციო თამაშია თურქეთის ნაკრებთან, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზაფხულში საქართველო 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს, სადაც ჩვენი გუნდი რთულ ჯგუფში ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან მოხვდა. მსოფლიოზე საქართველოს მოხვედრის შანსებს ოპტა 4%-ით აფასებს, მაგრამ ჩვენ ცხადია ჩვენი ბიჭების გჯერა. არგენტინა პირველი სამხრეთ ამერიკული ნაკრებია, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ყველაფერი ბრაზილიასთან სუპერ დაპირისპირებამდე გაირკვა. საკუთარი წარმატება კი ალბისელესტემ მთავარი მოწინააღმდეგის განადგურებით გაამყარა. უკვე მე-12 წუთზე ლიონელ სკალონის გუნდი 2-0 დაწინაურდა. ბრაზილიელების ერთადერთი გოლი ისევ არგენტინელთა, კონკრეტულად კი კრისტიან რომეროს შეცდომას მოჰყვა. ეს დარტყმა სელესაოსთვის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი გამოდგა. შესვენებამდე არგენტინამ ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნა. ენცოს რბილი პასი მაკალისტერმა გოლად აქცია. მეორე ტაიმში განადგურება ჯულიანოს სიმეონემ გააფორმა. იგი სიმეონეების ოჯახის მესამე წარმომადგენელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდეგ ყველა რაფინიაზე საუბრობდა. თამაშამდე რომარიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბარსას ფეხბურთელმა როგორც მოედანზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში მის მიღმა არგენტინის განადგურების დაპირება დადო. თამაში კი რაფინიამ გოლის და საგოლე გადაცემის გარეშე დაასრულა. სამაგეროდ ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილია არგენტინას 2019 წლის შემდეგ ვერ ამარცხებს. მეტიც კუნიას გოლი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონებისთვის პირველი გოლია ალბისელესტეს კარებში 2019 წლის კოპა ამერიკას ნახევარფინალის შემდეგ. არგენტინამ კი ბრაზილია 1964 წლის შემდგომ პირველად გაანადგურა. რომ წარმოიდგინოთ რა დრო გავიდა იმ დაპირისპირებიდან, პელე იმ თამაშში მხოლოდ 23 წლის იყო. ამ გამარჯვებით არგენტინა პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2-ჯერ დაამარცხა. აქამდე სელესაოს წინააღმდეგ ეს არავის გაუკეთებია. დორივალ ჟუნიორი ისტორიული მიღწევების დამხობას აგრძელებს. გერმანიის ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ დამცინავი და ძალიან ჭკვიანური კუთხური გაათამაშა და ტრენტ ალექსანდრ არნოლდს ტრიბიუტი მიუძღვნა. ჟანლუიჯი დონარუმამ რთული ბურთი მოიგერია და მცველებთან სასაუბროდ წავიდა. ამ დროს კიმიხმა კუთხურის ალამთან მიირბინა. პარალელურად კი თანაკლუბელმა მუსიალამ მეკარის საჯარიმოში შეირბინა. ბაიერნის ფეხბურთელები ერთ ტალღაზე აღმოჩნდნენ. სწრაფი გათამაშება და ბურთი იტალიის ცარიელი კარების ბადეში გაეხვია. საქმე იმაშია, რომ წესების თანახმად კუთხურის ჩაწოდებას მსაჯის სასტვენი არ სჭირდება. როგორც კი ჩამწოდებელი მზად არის, შეუძლია ბურთი თამაშში შეიყვანოს. ამ შემთხვევაში კიმიხი და მუსიალა მზად იყვნენ. იტალიის დაცვა და მეკარე კი არა. ცხადია ყველა მაშინვე ტრენტ ალექსანდრ არნოლდის დიბოკ ორიჯიზე ჩაწოდებული კუთხური გაიხსენა, რომელმაც ლივერპულს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გაუხსნა. ამ გოლს კიდევ ერთი გმირი ჰყავს. ბურთის მომწოდებელი ბიჭი ნოელ ურბანიაკი. მან თავად გაიხსენა მომენტი.
კუთხურის ალამთან ვიდექი და კიმიხმა თვალებში შემომხედა. მივხვდი, რომ ბურთი სჭირდებოდა. მაშინვე გადავუგდე. რამდენიმე წამში კი გოლი გავიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. თამაშის შემდეგ იოზოამ ბიჭს ხელმოწერილი ბურთი აჩუქა, ხოლო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი მას მომდევნო საშინაო თამაშზე უფასო ბილეთს დაჰპირდა. მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის სიტყვებით, ეპიზოდში სამივემ კიმიხმა, მუსიალამ და ურბანიაკმა სოფლიო კლასი აჩვენეს. ტრენტ ალექსანდერ არნოლდი რეალში გადასვლას დათანხმდა. ლივერპულის ფლანგის მცველის სამეფო კლუბში გადაბარგების სურვილზე ესპანელი ჟურნალისტები ჯერ კიდევ შემოდგომაზე წერდნენ. ახლა უკვე დევიდ ორნშტეინი და ფაბრიციო რომანოც ამტკიცებენ, რომ რეალი ტრენტთან მოლაპარაკებების ფინალურ ფაზაშია. ინგლისელ მცველს მოქმედ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ორნშტეინმა რამდენიმე საინტერესო დეტალიც გაგვაცნო. ტრენტი რეალისთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა და მის ტრანსფერზე გუნდი უკვე 2 წელია მუშაობს. დანი კარვახალის ტრავმამ მოლაპარაკებები მხოლოდ დააჩქარა. სამეფო კლუბი კავშირზეა ლივერპულთანაც, რომელსაც შეთანხმების გაფორმება უნდა შეატყობინოს, ჯერ ეს არ მომხდარა. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ფინალურ დეტალებს უახლოეს მომავალში შეათანხმებენ. რეალთან დაახლოებული ჟურნალისტების, ხოსე ფელიქს დიასის და რამონ ალვარესის ინფორმაციით, ინგლისელი კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. ხელფასის სახით გადასახადების გამოკლებით 7,2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბონუსად რეალი მას 15 მილიონ ევროს ჩაურიცხავს. რამდენიმე მილიონიან საკომისიოს ტრენტის წარმომადგენლებიც დაიმსახურებენ. სხვადასხვა ინსაიდერული ინფორმაციით, რეალს ტრენტის გამოყენება უკვე ზაფხულში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სურს. ამისთვის მათ ლივერპულის თანხმობა სჭირდებათ, რაც წესით პრობლემა არ უნდა იყოს. ლივერპული ამ ტურნირზე არ მონაწილეობს. მოკლედ, მალე ალბათ რომანოს საფირმო Here we go-საც მოვისმენთ. ტიაგო მოტას გათავისუფლება იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგაზე პეტერ ბოშის PSV-სგან გამოვარდნა. იტალიის თასზე ემპოლისთან წაგება და 2 გამანადგურებელი მარცხი სერია A-ს ბოლო 2 ტურში. ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ იუვენტუსის უზარმაზარ ისტორიაში სულ 3-ჯერ მოხდა. მე მრცხვენია, რომ შენ ამ თანამდებობაზე აგირჩიე. ინსაიდერული ინფორმაციით ეს სიტყვები მოტას გუნდის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ უთხრა. მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინებაც. ატალანტას ერთ კონკრეტულ თამაშში ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია. ფიორენტინამ კი სულ რაღაც 1 თვის წინ სამბურთიანი სხვაობით ინტერიც დაამარცხა. მით უმეტეს იუვენტუსის თამაშის ხარისხი ასეთი კატასტროფულიც არ იყო. გუნდი მოტას ფეხბურთის პრინციპებს ნელა, მაგრამ ეტაპობრივად ითვისებდა. PSV-ს წინააღმდეგ იუემ რეალურად საპასუხო დაპირისპირების მეორე ტაიმი და დამატებითი დრო ჩააგდო. ატალანტასთან საეჭვო 11 მეტრიანამდე თანაბრად თამაშობდა. თუმცა იუვენტუსის თამაშებში ბოლო პერიოდში ერთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. ეს იყო პასუხი სირთულეებზე. გუნდი მოედანზე მყიფეთ და უნაროდ გამოიყურებოდა. იუვე, რომელმაც ამ სეზონში 10 კაცით ლაიფციგს გმირულად დაუკამბექა, ხოლო დერბი იტალიაში მეორე ტაიმში ინტერს გადაუარა, ბოლო პერიოდში დარტყმის გაშვებისთანავე ნებდებოდა. ეს შეუმჩნეველი მოწინააღმდეგეთათვისაც არ დარჩა. გასპარინიმ აღნიშნა, რომ ატალანტასთან მეორე გოლის გაშვების შემდეგ იუვენტუსმა თამაში მიატოვა. რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ცხადია მასზე პასუხისმგებელი მოტაა. სამწუხაროა, რომ ახალი თაობის ნოვატორული ფეხბურთის იდეების მიმდევარ მწვრთნელს გუნდში სამუშაოდ საკმარისი დრო არ მისცეს. ამ სეზონში იყო რამდენიმე ფრედ დასრულებული თამაში, რომლის მოგებაც იუვენტუსს უკეთესი რეალიზაციის პირობებში შეეძლო. მოტას ძალიან უშლიდა ხელს გაუთავებელი ტრავმებიც, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. მისი შემცვლელი იგორ ტუდორი ფეხბურთის აბსოლუტურად სხვა ხედვის მიმდევარია. იგი აქცენტს ფიზიკურ უპირატესობაზე, პერსონალურ პრესინგსა და შეტევაში შედარებით პრიმიტიულ მეთოდებზე აკეთებს. სწრაფი ეფექტის მოტანა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა მას შეუძლია, მაგრამ განვითარების პროექტების ასე სწრაფად და რადიკალურად ცვლილება ცხადია, რომ იუვენტუსს არ წაადგება. რომელ კლუბს ეკუთვნის ყველაზე მეტი წაუგებელი სერია? სწორი კომენტარის ავტორები მოხვდებიან ჩემს შემდეგ ვიდეოში. ალბათ შეამჩნევდით, რომ ვიდეოს უმეტეს ნაწილში ჩემი ხმა არის მოდა. მოკლედ, რომ აგიხსნათ არხზე ჩემი როლი იქნება ედიტის და YouTube-ის ტექნიკური საკითხების მიმართულებით, ხოლო რეზი, რომლის ხმაც აქამდე გესმოდათ და რომელსაც ჩემზე გაცილებით მეტი ცოდნა აქვს საფეხბურთო სამყაროში, მოგაწოდეთ უფრო ზუსტ და საინტერესო ამბებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოების კეთება უფრო გაგვიმარტივდება და უფრო ხშირად დაიდება არხზე ვიდეო. თუ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურე, ესე იგი მოგეწონა ის, მაშინ დაალაიქე, გამოიწერე არხი და დაგვიტოვე კომენტარი.